თუ გაქვს 5-6 ცალი ვაშლი, შეინახე ვიდეო, რომ არ დაკარგო რეცეპტი, გამომიწერე და დავიწყოთ. პირველ რიგში კარგად გავრეცხოთ და გავთავოთ ვაშლი. გავჭრათ 2 ნაწილად, ამოვაჭრათ გული, მალე 170.000 ვიქნებით, ჩემი გამოწერა არ დაგავიწყდეთ და დავჭრათ თხელ ნაჭრებად. გადავიდეთ ცომის მომზადებაზე და გადავიტანოთ თასში 300 გრამი ფქვილი, 1 სუფრის კოვზი შაქარი და 9 ჩაის კოვზი მარილი. გავხეხოთ 150 გრამი კარაქიც. მე პირადად ყველა ძირითადი ინგრედიენტი ძალიან ხელმისაწვდომ ფასად გამოვიძახე 2 ნაბიჯის აპლიკაციით. პირველი გამოძახება უფასოა, დაგროვილ გულებს კი ცვლით დამატებით ფასდაკლებებში. გახეხილი ცივი კარაქი დავამატოთ თასში და აქვე დავამატოთ ძალიან ცივი 7-6 სუფრის კოვზი წყალი. ბევრი ზელვა საჭირო არ არის, მთავარია ცომი შეიკრას. ცომი დავტოვოთ 20 წუთით საყინულეში და მიუბრუნდეთ ვაშლს. დაჭრილ ვაშლს ვამატებთ 100 გრამ შაქარს, 1 სუფრის კოვს ლიმნის წვენს, 1 სუფრის კოვს სახამებელს და ცოტა დარიჩინის არომატისთვის. ცომი მზად არის ფორმაზე გადასატანა, დიდი ნაწილი გავაბრტყელოთ ფორმაზე, მოვალაგოთ წინასწარ გამზადებული ვაშლი, ცომის დარჩენილი პატარა ნაწილი გამოვიყენოთ დეკორაციისთვის და გადავიტანოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. ტოვებთ დაახლოებით 50 წუთი, დრო ინდივიდუალურია. შეგვიძლია გავსინჯოთ. უგემრიელესია მსგავსი საინტერესო რეცეპტებისთვის გამომწერე. დროებით.